საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბის საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო საქართველოს რკინიგზის კუთვნილი ლითონის ჯართის შეგროვება, ტრანსპორტირება და დახარისხება, შემდგომში რეალიზაციის მიზნით ისე, რომ ვერ მომხდარიყო მისი ზუსტი ოდენობის დადგენა. დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სხვადასხვა ტერიტორიიდან სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვილი ჯართის ნაწილის დასაწყობების ნაცვლად სატვირთო ავტომობილებით გატანა და შპს ჯეოსტილის საწარმოში ჩაბარება. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მზადდებოდა ყალბის საგადასახადო დოკუმენტები. დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით 2020-21 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს რკინიგზის კუთვნილ 22,120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ რეალიზდა შპს ჯეოსტილზე, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე. პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზას დიდი ოდენობით 17,391,121 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. ასევე 2022 წელს დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი და 2022 წლის 29 aprils საქართველოს რკინიგზასა და შპს რაველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოებამ მიმწოდებლისგან შეისყიდა ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურება. სამუშაოების მიმდინარეობისას დავით ფერაძის მითითებითა და ორგანიზებით საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იმჟამინდელი დირექტორისა და მიმწოდებლის დირექტორის მიერ მიღება ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემები ჩაიწერა, რის საფუძველზეც შპს რაველდიმ რკინიგზისაგან ზედმეტად 403,854 ლარი მიიღო. შედეგად საქართველოს რკინიგზას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. დაკავებულებსა და ასევე დაუსწრებლად 2 პირს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბის საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 2 პირის მიმართ, რომლებსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ, ძებნა გამოცხადდება.